მოგესალმებით. დღეს გვაქვს რიგით მეშვიდე ლექცია. დავასრულებთ რა ცნობიერების ფსიქოლოგიის შესახებ საუბარს. მე დღეს შევეცდები მოგითხროთ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების შესახებ. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები ცნობილია ყველა ჩვენთაგანისათვის. და ერთხელ მაინც განუცდი ადამიანს ეს მდგომარეობა თუ მრავალჯერ არა. ზოგიერთი მათგანი ძალიან ხანმოკლეა და შეიძლება შემჩნეველიც კი დარჩეს, აღმოჩნდეს ადამიანისათვის. ესეთებია მაგალითად ყურადღების გაფანტულობა, ან გარემოს აღქმის სიცხადის დაკარგვა. ზოგიერთი მათგანი კი ისეთები ვთქვათ, როგორიც არის ძილი ან ცნობიერების მოდიფიკაცია ფსიქოტროპული ნივთიერებებით, უფრო თვალსაჩინოა, რა თქმა უნდა, და მკვეთრად განსხვავდება ჩვეული მდგომარეობისაგან. გამოიყოფა ერთმანეთისაგან სპონტანურად წარმოქმნილი და ხელოვნურად გამოწვეული ან ფსიქოტექნიკურად განპირობებული ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები. სპონტანური ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა ჩნდება ადამიანისათვის ჩვეულებრივ, ანუ მისთვის ჩვეულ პირობებში, მაგალითად დაძინებისას, ან ძლიერი გადაღლილობისას, ან ასევე უჩვეულო, მაგრამ ბუნებრივ ვითარებებში, მაგალითად ისეთია, ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნორმალური მშობიარობა. აგრეთვე ადამიანის ცხოვრებისა და მუშაობის არაორდინალურ და ძალიან ექსტრემალურ სიტუაციებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ფსიქოტექნიკურად განპირობებულ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები, თან სდევენ როგორც წესი ფსიქიკური რეგულაციისა და თვითრეგულაციის პროცესებს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში. ასევე შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ რელიგიური წესჩვეულებებს სახლზე, შეიძლება ეს თან სხვადასხვა კულტურებში. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობასთან მიმართებაში შეიძლება ასევე გამოიყოს ამაგზნებელი და დამამშვიდებელი ფსიქოტექნიკები. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება და მათ კვლევასაც, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამის გამო. გარდა ამისა, მისი მნიშვნელობას, როდესაც უსმევთ ხაზს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ავადმყოფური ფსიქიკის მსგავსად ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების შესწავლა გახლავთ ერთ-ერთი გზა ჩვეულებრივი ცნობიერების კანონზომიერებების დასადგენად. ეხლა ვისაუბროთ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, ესე ვთქვათ, მოდით, რომელსაც ძილი ეწოდება, ძილს ვეძახით. თითქმის ყოველდღე თქვენ განიცდით ცნობიერების ღრმა ცვლილებებს. როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი დღე დასრულდა, თქვენ განეწყობით ძილისათვის და სანამ გძინავთ, უეჭველად ხედავთ სიზმრებს. ცხოვრების მესამედს ადამიანი ატარებს ძილში. როდესაც კუნთები ეგრეთ წოდებულ პარალიზაციას განიცდის, ტვინი კი სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული. ამ ნაწილს ძილ-ღვიძლის ზოგადი ბიოლოგიური რიტმის განხილვით დავიწყებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხს ვეხებით. შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ძილის ფსიქოლოგიაზე, როგორც ფსიქოლოგიურ მოვლენაზე. ბოლოს განვიხილავთ ძილთან შეწყვილებულ ძირითად გონებრივ აქტივობას, სიზმარს და შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა როლს ასრულებს სიზმარი ადამიანის ფსიქოლოგიაში. ყველა ცოცხალი არსება განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას. ჩვენი სხეული, ასე ვთქვათ, სინქრონიზდება დროის ციკლთან, რომელიც ცირკადული რიტმის სახელით არის ცნობილი. გახლავთ, როდესაც სისხლის წნევა, მეტაბოლური პროცესები, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა
და ჰორმონალური აქტივობა შინაგანი საათის მიხედვით იცვლება. ეს ცირკადული რიტმის 1/13 ქცევის უძრაობას ეთმობა, რომელსაც ჩვენ ძილს უწოდებთ. ბევრი რამ, რაც ძილის შესახებ არის ცნობილი, ტვინის, ასე ვთქვათ, ელექტრულ აქტივობას უკავშირდება. იმიტომ რომ ძილის კვლევაში მეთოდოლოგიური გარდატეხა მნიშვნელოვანი 1927 წელს მოხდა, როდესაც გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც მძინარე ადამიანის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ელექტროენცეფალოგრამის სახით ჩაწერის საშუალებას იძლეოდა. ეს მეთოდი თავის მხრივ უზრუნველყოფს ძილისა და ღვიძლის პერიოდში ადამიანის თავის ტვინის აქტივობის ცვლილებების ობიექტურ და მიმდინარე გაზომვას. ამ საშუალებით მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინის ტალღები იცვლება ძილის განმავლობაში და ეს ცვლილება სისტემატურ, უпростоრად, სისტემატურ, რა თქმა უნდა, ასევე თანმიმდევრულ და საკმაოდ პროგნოზირებად ხასიათს ატარებს. ძილის სფეროში შემდეგი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თვალების სწრაფი მოძრაობის დაფიქსირდა ძილის დროს თვალის სწრაფი მოძრაობა, რომელიც გარკვეული ინტერვალებით პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს ძილის განმავლობაში. ასეთ ძილს უწოდებთ სწრაფ ძილს. მაგრამ პერიოდს, როდესაც მძინარე ადამიანს არ აღენიშნება აი ეს თვალების სწრაფი მოძრაობა, ღრმა, ანუ ნელი ძილის სახელით მოვიხსენიებთ. ზოგიერთ ლიტერატურაში გარეშე ძილის სახელითაც გვხვდება ეს მდგომარეობა. ვიმეორებ, ის მდგომარეობა, როდესაც მძინარე ადამიანს არ აღენიშნება თვალების სწრაფი მოძრაობა. ჩვენ ვნახავთ მოგვიანებით, რომ ორივე ტიპის ძილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ღამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობისათვის, სიზმრებისათვის. ძილის პირველი 4 ფაზის გავლას, რომელიც მთლიანობაში ქმნის ძილის ერთ-ერთ სიკლს და დაახლოებით 90 წუთი სჭირდება და ეს გახლავთ სწორედ სწრაფი ძილი და ასევე დაფიქსირებულია, რომ ის მეორე ტიპის ძილი სრულდება სულ 10 წუთის განმავლობაში. ღამის ძილის განმავლობაში ამ 100 წუთიან ციკლს 4-ჯერ ან 6-ჯერ გადის ადამიანი. თუმცა ასევე შეიძლება უნდა აღინიშნოს, რომ ყველას არ ძინავს ერთნაირი ხანგრძლივობით და შესაბამისად აი ეს 4 და 6 ციკლის გავლაც ყველა ადამიანთან განსხვავებულად არის, მაგრამ საშუალოდ ასეა დადგენილი ეს სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისათვის არსებობს ძილის გენეტიკურად განპირობებული საჭიროება, აუცილებლობა, ესე ვთქვათ, რომ ადამიანმა დაიძინოს, ძილის რეალური რაოდენობა, რომელსაც იღებს თითეული ინდივიდი, ცნობიერი ქმედებების ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას განიცდის. ადამიანები ძალიან აქტიურად შეიძლება ითქვას, აკონტროლებენ ძილის ხანგრძლივობას სხვადასხვა საშუალებით. მაგალითად, ისე როგორიც არის გვიან დაძინება, ან ადრე დაძინება, რომ ადრე გაიღვიძონ, ამავდროულად გამოიყენონ, ვთქვათ, მაღვიძარა, თვითონ დაარეგულირონ, ასე ვთქვათ, თავის ძილის მონაკვეთი, მაგრამ ამავდროულად ძილის ხანგრძლივობას ასევე აკონტროლებს ეს ჩვენი უკვე აღნიშნული ცირკადული რიტმი. ამიტომ არის, რომ დაძინების დრო, ანუ როდის ვიძინებთ, გავლენას ახდენს ძილის ხანგრძლივობაზე, ანუ როდის გავიღვიძებთ, ხო? და თქვენი შეგიმჩნევიათ ყველას, რომ თუ ძალიან გვიან დაიძინებთ, დილას გვიან გაიღვიძებთ და ასე შემდეგ. რატომ ძინავთ ადამიანებს ამდენი და რა ფუნქციებს ემსახურება სწრაფი და ნელი ძილის
აი ეს სახეობები, რომელიც ჩვენ უკვე გამოვყავით. სწრაფი ძილის ორი უმთავრესი ფუნქცია შეიძლება გამოვყოთ. ეს გახლავთ შენახვა, კონსერვაცია იგივე და აღდგენა. ძილი გარკვეული დროის განმავლობაში თქვენ იცით, რომ ენერგიის დაზოგვის, შენახვის საშუალებას გვაძლევს. მეორეს მხრივ კი ძილი რამდენიმე გზით აღდგენის საშუალებას აძლევს სხეულს. კვლევის შედეგები, თანამედროვე კვლევის შედეგები ასევე მოწმობს, რომ თავის ტვინის ენერგიის წყარო ხელახლა ივსება სწორედ აი ძილის დროს და ეს ძირითადად გახლავთ ეგრეთ წოდებული სწრაფი ძილი. ეხლა გადავიდეთ ასევე ძალიან ადამიანებისთვის და ფსიქოლოგიისათვის მნიშვნელოვან მომენტზე ძილის ციკლში, რომელსაც ძილის დარღვევები ეწოდება. სამწუხაროდ მრავალი ადამიანი იტანჯება ძილის დარღვევებით, რაც სერიოზულად მოქმედებს მათ თუ გნებავთ პირად ცხოვრებაზე, ასევე შეიძლება იმოქმედოს სამსახურებრივ საქმიანობაზე. დარღვეულ ძილს სოციალური შედეგებით შეიძლება ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისათვის. ადამიანები, რომელთა სამუშაო განრიგი ღამით გადაადგილება საჭიროებს, მაგალითად, მთელი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც თვლემენ თურმე სამუშაო ადგილზე. მსოფლიოში ზოგიერთი ყველაზე სერიოზული ინდუსტრიული უბედური შემთხვევები, მაგალითად, ისთვის ძალიან ბევრ ლიტერატურაში შევხვდებით ჩერნობილის ძალიან ცნობილ კატასტროფას გვიან საღამოს საათებში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეს შემთხვევები იმიტომ მოხდა, რომ ძილის უკმარისობის გამო პასუხისმგებელმა პერსონალმა ოპტიმალურად ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, რომელიც უნდა შეესრულებინა. ვინაიდან ძილის დარღვევები მნიშვნელოვანია მრავალი სტუდენტის ცხოვრებაშიც, აქ მათზეც ვისაუბრებთ. აღსანიშნავია, რომ ძილის დარღვევა განირჩევა სიღრმის და სიმწვავის მიხედვით. შესაბამისად, დარღვევების მიზეზების ძალიან ხშირად ვარირებს აი ამ ბიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ძალებს შორის. განვიხილოთ აი მაგალითად ერთ-ერთი გავრცელებული ძილის დარღვევა, რომელსაც ინსომნია ქვია. როდესაც ადამიანები უკმაყოფილოები არიან თავიანთი ძილის ოდენობით თუ გნებავთ ხარისხით, შეიძლება ოდენობით არა და ხარისხით იყვნენ ისინი უკმაყოფილოები, ისინი ეგრეთ წოდებულ ინსომნიისაგან იტანჯებიან. სათანადოდ დაძინებაში ქრონიკული წარუმატებლობა, დაძინებაში წარუმატებლობა, ესე ვთქვათ, ჩაძინებაში ქრონიკული წარუმატებლობა ხასიათდება როგორც სწრაფად უფრო ხასიათდება სწრაფად ვერ დაძინებით. ძილის განმავლობაში ხშირი ადგომით ან ძალიან ადრე დილას გაღვიძებით. უკანასკნელ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარებული იქნა ყველაზე დიდ კვლევაში, 18 და მეტი წლის მოზარდების 58% ეს სტუდენტური ასაკი გახლავთ მოგეხსენებათ, აღნიშნავს, რომ ბოლო წლის მანძილზე ყოველი კვირის განმავლობაში რამდენიმე ღამით, ან უფრო ხშირადაც განუცდია აი ეს ინსომნია. კიდევ ვიმეორებ, ამას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს სწრაფად ვერ დაძინება, ღამის განმავლობაში ხშირი ადგომა, გაღვიძება, ან ადრე დილას უდროს გაღვიძება. ინსომნია გახლავთ ძალიან კომპლექსური დარღვევა, რომელსაც ფსიქოლოგიური, გარემო პირობები და მრავალი, ესე ვთქვათ, ბიოლოგიური ფაქტორი განაპირობებს თავის მხრივ. ლაბორატორიულ პირობებში ინსომნიის მქონე ინდივიდების შესწავლისას მათი რეალური ძილის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ნორმალური ძილიდან და ეს ვარირებდა, ესე ვთქვათ, ეს ცვლილება, როგორ ნორმალური ძილიდან დარღვევება, ნორმალური ძილის დარღვევებში მეტნაკლებობით. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ინსომნიის მქონე ბევრი ადამიანი, მრავალი ინდივიდი შეიძლება ითქვას, რომელიც უძილობას უჩიოდა, რეალურად ძილის სრულიად ნორმალურ ფიზიოლოგიურ პატერნს ავლენდა.
თუმცა ეს მდგომარეობა სუბიექტურად ონსომნიად აღიქმნებოდა და აღიწერებოდა. ანუ მათ ეძინათ ის რაოდენობა, რომელიც მინიმალურად მაინც საჭიროა ადამიანის ფიზიოლოგიური ძალების აღდგენ და ფსიქიკური ძალების აღდგენისათვის, მაგრამ ისინი სუბიექტურად მაინც უჩიოდნენ რომელიმე იმ სიმპტომს, რომელიც მე ჩამოვთვალე ამ ძილის დარღვევიდან, ინსომნიიდან. ამგვარი განსვლა დაასკვნეს, რომ იმის შედეგია თუ ადამიანები როგორ სხვადასხვაგვარად ახდენენ ფხიზელი ძილის ინტერპრეტირებას. მაგალითად, შეიძლება მოცემულ ადამიანს, რომელიმე პირს, ერთ ინდივიდს ფხიზელი ძილი ადრინდელთან შედარებით უფრო ხშირი და სტრესული ეჩვენებოდეს და არ ახსოვდეს ღრმად რომ ეძინა. ანუ რაღაც პერიოდში უბრალოდ მას იმდენი პერიოდი ძინავს ღრმა ძილით, ეგრეთ წოდებული ნელი ძილით, რომ მის ორგანიზმს ეს აბსოლუტურად ესაჭიროება. მისი ორგანიზმისთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია. მეორე დარღვევა, ყველაზე სიხშირე დარღვევები ძალიან ბევრი არსებობს, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ იმ მაგალითებს, რომელიც ყველაზე უფრო ხშირია, ესე ვთქვათ. ნარკოლეპსია. ნარკოლეპსია ასევე ძილის დარღვევა, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდული ძილიანობით ხასიათდება. ის ხშირად კატაპლექსიასთან კომბინაციაში იჩენს ხოლმე თავს, რის შედეგადაც ადამიანი მოულოდნელად ძირს ეცემა და ასე ვთქვათ, იმდენად სწრაფად ხდება დაძინება, რომ ძირს ეცემა. ნარკოლეპტიკები, ეგრეთ წოდებული ის ადამიანები, რომლებიც ძილის ამ დარღვევით უჩივიან ძილის ასეთ დარღვევებს, თითქმის დაძინებისთანავე გადადიან ღრმა ძილში. ეს ძილის ეს ფაზა, ასეთი სწრაფი გადასვლა, ვთქვათ, ფხიზელი მდგომარეობიდან ღრმა ძილში, მათ განაცდევინებს და ცნობიერად აღაქმევინებს სიზმრის ნათელ მკაფიო ხატებს, ზოგჯერ კი არა ძალიან ხშირადაც შემაშინებელ ჰალუცინაციებს უფრო გავს ხოლმე ამ ადამიანის სიზმრები. ნარკოლეპსია 2000-დან მხოლოდ ერთ ადამიანთან გვხვდება. ვინაიდან ნარკოლეპსია გავრცელებულია ოჯახებში, მეცნიერები ასკვნიან, რომ დაავადებას აქვს ოჯახში რამოდენიმე პირს აღენიშნება ხოლმე, მეცნიერები ასკვნიან, რომ დაავადებას გენეტიკური საფუძველი აქვს. სურთ რა უეცრად ძილად მივარდნის გამო, უხერხულობისთვის, ამ უხერხულობას, ესე ვთქვათ, აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებსაც ეს ნარკოლეპსია აწუხებთ, ხშირად უარყოფით სოციალურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ხოლმე მათი ცხოვრების ხარისხზე, იმიტომ რომ ისინი თავს შეიძლება არიდებდნენ გარკვეული ტიპის სამსახურს, ან თავს არიდებდნენ რაღაც სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობას, რათა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავი აარიდონ იმ უხერხულობას, როდესაც წარმოიდგინეთ, ხიზლად არის ადამიანი, ორცრად ძილი მოუნდება და მან იქვე უნდა დაიძინოს. მესამე, ესე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ძილის დარღვევა, გახლავთ ეგრეთ წოდებული ძილის აპნოე. ეს არის ზედასასუნთ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. როდესაც ეს ხდება, სისხლში ცირდება ჟანგბადის რაოდენობა და გამომუშავდება დამხმარე, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სასიგნალო ჰორმონები, რაც თავის მხრივ ადამიანს აიძულებს, რომ გაიღვიძოს და განაახლოს სუნთქვა, ჩადგეს მისი სუნთქვა ჩვეულ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასთან იშვიათად გვხვდება აპნოეს ასეთი ღამის ეპიზოდები, ძილის აპნოეთი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანთან 100-მდე ასეთი ციკლი მეორდება ყოველი ღამის განმავლობაში. ანუ თუ შეიმჩნევა ადამიანთან ეს, შეიძლება ამ შეტევების ხარისხმა 100-საც კი მიაღწიოს ღამის განმავლობაში.
ეს აპნოეს ეპიზოდი ზოგჯერ ძალიან აშინებს მძინარე ადამიანს და ძალიან ესე როგორც თითქოს კოშმარული სიზმარი ნახა, აი ასეთ შფოთვით იღვიძებს. თუმცა ხშირად ეს ეპიზოდი იმდენად ხანმოკლეა, რომ იგი ვერ აკავშირებს მოჭარბებულ ძილიანობას ამ ეპიზოდებთან. ანუ შეიძლება კარგად ვერ გაიგოს რაში იყო საქმე და რატომ გამოიღვიძა. როდესაც დღე-ღამის განმავლობაში 100 ასეთი შეტევა მოხდება, ნუ ზოგი მათგანი ძალიან ხანმოკლე პერიოდის არის და იმ პირისთვის, ვისაც ასეთი დარღვევა აწუხებს, ძალიან შემაშფოთებელი არ არის. თუმცა რამოდენიმე მაინც კოშმარული ხდება მათთვის. ძილის დროს აპნოე ხშირია სხვათა შორის ბავშვებშიც და განსაკუთრებულად ეს აღენიშნებათ ნაადრევად დაბალდებულ ახალშობილებს, ეგრეთ წოდებულ დღენაკლულ ბავშვებს, რომლებიც ხანდახან სუნთქვის, ესე ვთქვათ, სუნთქვის განახლებისათვის ფიზიკურ სტიმულირებასაც საჭიროებენ. შემდეგი დარღვევა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული დღის ძილიანობა. დღისით მოჭარბებული ძილიანობა იწვევს სიფრთხილის დაკარგვას, რეაქციის დროის გაზრდას და მოტორული თუ ასევე კოგნიტური ამოცანების შესრულების ხარისხის ძალიან გაუარესებას. ადრე ჩატარებულ კვლევებში მოჭარბებული ძილიანობის მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარი აღნიშნავდა, რომ ამ დროს ხდებოდნენ ავტოსაგზაო შემთხვევებში, ხოლო ნახევარზე მეტ სამუშაოზე ჰქონდა უბედური შემთხვევები. ზოგ შემთხვევაში ეს უბედური შემთხვევა შეიძლება საკმაოდ სერიოზულიც ყოფილიყო. მაგალითად, თანამედროვე კვლევებს თუ გადავხედავთ, აქ დავინახავთ შემდეგ სურათს, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა 30%-მდე, მათ შორის 30% მაინც ერთხელ მაინც იძინებს გაკვეთილზე, ესეც დღის ძილიანობის, ასე ვთქვათ, ამ დარღვევის ერთ ფორმა გახლავთ. გარკვეული ხარისხის ძილიანობა მოსალოდნელია, როდესაც ინდივიდების ცხოვრების სტილი ან სამუშაოს თავისებურებანი ხელს უშლის საკმარისი ღამის ძილს. თუ ესეა და ადამიანს ღამის განმავლობაში კარგად არ ძინავს, ან კიდევ მეორე საქმიანობა უკავშირდება მათი ღამე ფხიზლად ყოფნას, მაშინ დღის ძილიანობა მაინც და მაინც არ შეიძლება არ ჩავთვალოთ, ესე ვთქვათ, ძილის დარღვევად. მაგრამ თუ ღამის ძილი არის საკმარისი და მოიცავს იმ ხელა პერიოდს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის, მაშინ ეს მოჭარბებული დღის ძილიანობა, რა თქმა უნდა, უკვე დარღვევაა. თუმცა აი ამ მოჭარბებულ ძილიანობას, დღისით მოჭარბებულ ძილიანობას ხშირად ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და ასეთ პაციენტებს სამედიცინო დახმარებაც კი ჭირდებათ ხოლმე. სიზმარი. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს ძილთან შეწყვილებული ფსიქიკური, ასე ვთქვათ, აქტივობა გახლავთ ამ პერიოდის ადამიანის და მას აუცილებლად შედარებით უფრო წვრილად განვიხილავთ. სიზმარი, ანუ მას ასე ხატოვნად გონების თეატრსაც ძალიან ხშირად უწოდებენ. ჩვენი ცხოვრების ყოველი ჩვეულებრივი ღამის განმავლობაში სიზმრების რთულ სამყაროში ვხვდებით თითოეული ჩვენთაგანი. თუ სიზმრები ერთ დროს მხოლოდ შეიძლება წინასწარმეტყველების, ფიზიკოსებისა და ფსიქოანალიტიკოსების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, დღესდღეობით უკვე მეცნიერული კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ. სიზმრის კვლევათა უმრავლესობა ძილის ლაბორატორიებში დაიწყო, ეგრეთ წოდებულ ძილის ლაბორატორიებში, სადაც ექსპერიმენტატორებს შეეძლოთ თვალი ედევნებიათ და ჩაეწერათ მძინარე ადამიანის, როგორც ჩვენ მიერ უკვე ნახსენები, სწრაფი, ასევე ღრმა, ნელი ძილის პერიოდები. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდები
უფრო მეტ სიზმრებს ყვებოდნენ. თუ სწრაფი ძილის პერიოდში აღვიძებდნენ მათ, გამოღვიძებულთა 80% გახდათ ასეთი. ნელი ძილის დროსაც აქვს ადგილი სიზმრებს. და ამას მოწმობს ამ პერიოდში გაღვიძებულთა, ანუ ნელი ძილის დროს გაღვიძებულ ადამიანთა ცდისპირთა 54%. ნელი ძილის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიზმრები ნაკლებად ხასიათდება ემოციური ჩართულობის მქონე შინაარსებით. მათში ჭარბობს უფრო სენსორული ხატებით ნაკლებად დატვირთული დღის აზრები, რომელიც დღის განმავლობაში ჰქონდათ აი ამ ცდისპირებს უკაცრავად. თუმცა ნელი ძილის სიზმრების რაოდენობა იზრდება ძილის დარღვევების შემთხვევაში, იმ დარღვევებისა, რომელიც მე უკვე ჩამოვთვალე და ჯანმრთელ მძინარე ადამიანებთან გვიანი დილის საათებში. ანუ სიზმრები ფიქსირდება, ჩვეულებრივი სიზმრები მხოლოდ დილის პერიოდებში. იმის გამო უბრალოდ რომ სიზმარი ასე ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად ყველა კულტურა მივიდა ერთ კითხვამდე. აქვს თუ არა სიზმრებს რაიმე მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში? უმრავლეს შემთხვევაში პასუხია ასეთი: დიახ, აქვს. ამიტომაც კულტურათა უმრავლესობაში არსებობს რწმენა, რომ ასე თუ ისე სიზმრებს მნიშვნელოვანი პიროვნული თუ კულტურული მნიშვნელობა აქვს. ახლა განვიხილოთ სიზმრებისათვის მნიშვნელობის მინიჭების ზოგიერთი გზა. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული, ყველაზე პოპულარული, ასე ვთქვათ, და თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფროიდი. ეს გახლავთ სიზმრების ფროიდისეული ანალიზი. თანამედროვე დასავლურ კულტურაში ყველაზე ცნობილი თეორია სიზმრების შესახებ ზუსტად ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის. ფროიდი სიზმრებს წარმავალ ფსიქოზს და ყოველღამეულ სიგიჟეს უწოდებდა. ასევე ის სიზმრებს არაცნობიერისაკენ მიმავალ სამეფო გზად მიიჩნევდა. სიზმრების ანალიზი ფსიქოანალიზის ქვაკუთხედად არის წარმოდგენილი მის ძალიან კლასიკურ ცნობილ ნაშრომში სიზმრების ინტერპრეტაცია, რომლის გამოცემის თარიღი გახლავთ 1900 წელი. ფროიდის მიხედვით სიზმრის შინაარსი ძლიერი, არაცნობიერი და რა თქმა უნდა განდევნილი სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა. ეს სურვილები სიზმარში შენიღბული, დაფარული სახით გვეძლევა. თქვენ იცით ჩემგან და წაგიკითხავთ კიდეც, რომ ზუსტად მისი ფსიქოანალიზის ან ფსიქოთერაპიული სეანსების დროს ის დიაგნოსტიკისათვის ძალიან დიდ მნიშვნელობას სწორედ სიზმრების ახსნას აკუთვნებდა. ეს სურვილები, კიდევ ვიმეორებ, სიზმრებში შენიღბული, დაფარული სახით გვეძლევა, რადგანაც მათ უკან ისეთი აკრძალული სურვილები იმალება, როგორიც არის მაგალითად ფროიდისათვის დამახასიათებელი საპირისპირო სქესის მშობლებისადმი, ვთქვათ, სექსუალური ლტოლვა. შეიძლება ითქვას ფროიდთან, რომ სიზმარში ორი დინამიკური ძალა მოქმედებს. ესენია სურვილი და ცენზურა. ანუ ცენზურა იგივე დაცვა სურვილისაგან, ხო? ცენზურა ახორციელებს დაფარული მნიშვნელობის, ანუ ლატენტური, ფარული შინაარსის გარდასახვას სიზმრის მანიფესტირებულ, ანუ ხილულ შინაარსად. ეს უკანასკნელი კი დამახინჯების პროცესის შედეგად იმ სახის სიზმრად ყალიბდება, რომელსაც ხედავს მძინარე ადამიანი. ანუ ისეთია აკრძალვა,
რომ ეს მანიფესტირებული ხილული სიზმარი ადამიანთან სიზმარშიც კი შენიღბულია და არ არის პირდაპირი სურვილების კარნახით პირდაპირი სახით ნანახი ადამიანის მიერ. შინაარსის დამახინჯების ამ პროცესს ფროიდი სიზმრის მუშაობას უწოდებს. ხილული შინაარსი რეალური ისტორიის მისაღები, ასე ვთქვათ, ადამიანისათვის იმ პიროვნებისათვის მისაღები ვერსიაა. ფარული შინაარსი კი ამ პიროვნებისათვის სოციალურად ან პიროვნულად მისთვის პიროვნულად მიღებული ვარიანტია, უკაცრავად მიუღებელი ვარიანტია, თუმცა უფრო რეალისტურია ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. ფროიდის მიხედვით სიზმრის ინტერპრეტაცია უკმიმართულებით მუშაობას მოითხოვს ხილული შინაარსებიდან ფარული შინაარსებისაკენ. ფსიქოანალიტიკოსებისათვის, რომლებიც სიზმრების ანალიზს პაციენტის პრობლემის გარკვევისა და მათი მკურნალობისათვის იყენებენ, სიზმრები ნათელს ხდის პაციენტის არაცნობიერ სურვილებს, ამ სურვილებთან შეჭიდულ შიშებს და იმ დაცვითი მექანიზმების თავისებურებებს, რომელთაც იყენებს პაციენტი სურვილებსა და შიშებს შორის წარმოქმნილ ფსიქიკურ კონფლიქტთან, ესე ვთქვათ, გასამკლავებლად. ფროიდს მიაჩნდა, რომ სიზმარში წარმოდგენილი სიმბოლოები და მეტაფორები ორგვარ იდიოსინკრეზულ ცალკეული ინდივიდისათვის სპეციფიკურ ძალიან და უნივერსალურ ხასიათს ატარებდა. მრავალი მათგანი კი სექსუალური ხასიათის მქონე მნიშვნელობასაც ატარებს. სიზმრების ინტერპრეტაციის ფროიდისეული თეორია სიზმრის სიმბოლიკის, ესე ვთქვათ, სიმბოლიკას ადამიანის ფსიქოლოგიის ზოგად თეორიას უკავშირებს ძალიან მნიშვნელოვნად. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა ვერ მოიპოვეს სიზმრის ფარული და ხილული შინაარსის შესახებ ამ თეორიის დამადასტურებელი, ესე ვთქვათ, ემპირიული მონაცემები, სიზმრების ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ხაზგასმა მიმართულება მისცა სიზმრის შინაარსის თანამედროვე კვლევებს. დასავლურ კულტურაში ადამიანთა უმრავლესობა არასოდეს ფიქრობს სერიოზულად სიზმრების შესახებ, თუ პროფესიულად არ უკავშირდება ის ამ საკითხებს. ამის შესახებ შემდეგ ნაწილში ლექციის.